1 ივლისიდან სკოლის მასწავლებლების ხელფასი იზრდება. მთავრობამ 200-დან 800 ლარამდე ზრდა დაანონსა. კონკრეტული ფორმულა, რამდენით მეტ ხელფასს მიიღებენ მასწავლებლები, ფაქტობრივად არ არსებობს. ვის რამდენით ემატება ანაზღაურება, რამდენიმე კრიტერიუმზეა დამოკიდებული, მათ შორის განათლებაზე, კვალიფიკაციაზე, სამუშაო სტაჟზე, დატვირთვაზე და სხვა გარემოებებზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 1 ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურებაზე გავლენას აღარ მოახდენს ინგლისურის და კომპიუტერული უნარების ქონა ან სერტიფიცირება. კვირაში ერთი გაკვეთილის ჩატარებისთვის ყველა მასწავლებლის ხელფასი 94 ლარიდან 103 ლარამდეა განსაზღვრული. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ თანხას აკლდება საშემოსავლო გადასახადი 20% და საპენსიო შენატანი კიდევ 2%. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი თითოეულ ჩატარებულ გაკვეთილზე რეალურად ხელზე იღებს 73 ლარიდან 80 ლარამდე თანხას. რამდენად ასახავს ხელფასების ზრდის საბოლოო ფორმულა მთავრობის მიერ დაანონსებულ საშუალოდ 500 ლარიან ზრდას და როგორ უნდა ხდებოდეს მასწავლებელთა კარიერული ზრდის ხელშეწყობა. განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე გვერდება საქმის კურსის ეთერში ამ თემაზე სასაუბრად. მოგესალმებით ბატონ შალვა, მადლობა იმის რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ეს ზრდა არის დაანონსებული ბევრი თვეა, მაგრამ პირველი რეაქცია მას შემდეგ რაც ერთგვარად ფორმულასავით მივიღეთ შემოთავაზოთ, თუმცა ეს ფორმულა არ არის, იმიტომ რომ როგორ მუშაობს ძალიან რთული გასაგებია, ალბათ ვინც ამ სფეროში არ არის ჩახედული. რეაქცია პედაგოგების იყო, რომ გვატყუებენ. თქვენ როგორ აღიქვით ის შემოთავაზებული ვერსია მთავრობისა, როგორი პრინციპით იზრდება და რამდენად იყო სიმართლე ის, რაც ანონსდებოდა აქამდე? თქვა სიმართლე იყო ის, რაც ანონსდებოდა იმ თვალსაზრისით, რომ გაზდა სახელფასო ფონდის მთლიანობაში არის განხორციელებული. სიმართლე იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყველა მასწავლებელს გარკვეულწილად მოემატა ხელფასი და სხვადასხვა მიმართულებით იყო მატება და სხვადასხვა ზომით, თუმცა მამატება იყო. თუმცა აქ პრობლემა არის და ხმაური არის, რომ რეალურად ეს ყველაფერი გათვლილი იყო არა საგანმანათლებლო მიზნებისკენ მიმართული, რომელიც მაგალითად უზრუნველყოფდა პროფესიაში უფრო კვალიფიციური კადრების შემოსვლას. თავისთავად ხელფასების ზრდა და მაღალი ხელფასები მასწავლებლის ეს თავისთავად პოზიტიურია და უზრუნველყოფს, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს პროფესია, თუმცა ამავე დროს შესაბამისი პოლიტიკა უკეთესად გახდის უფრო მიმზიდველს, თუ კი სწორად არის დანახული ხარისხიან მასწავლებელზე ორიენტირება. სტაჟის კოეფიციენტი იმდენად მნიშვნელოვანი გახდა ამ მატების ნაწილში, რომ ახალი კადრების შემოსვლას ვერ უზრუნველყოფს. სტაჟის კოეფიციენტი აქ საუბარია იმაზე, რომ სტაჟი განათლება ეს ყველა კოეფიციენტი ძველი კოეფიციენტებია შემოსული და სხვათა შორის დიდი მნიშვნელობა არ აქვს მინიჭებული, საკმაოდ ცუდი მნიშვნელობა. მაგალითად ბაკალავრი თუ არის 20 ლარს იღებს დანამატს, 40 ლარია მაგისტრატურა, დოქტორი 100 ლარს იღებს მხოლოდ და მხოლოდ 0-დან 5 წლამდე დანამატია 15 ლარი, 5-დან 10-მდე 30 ლარი და 55 ლარია 10 წელს ზევით. ანუ ფაქტობრივად არანაირი განსხვავება არ არის. აქ თავარი დატვირთვა გახდა საათი, ანუ 1 საათზე გათვლილი დაფინანსება და რაშია განსხვავება და რატო არის პრობლემატური ამ თვალსაზრისით. მთელი ამ წლების განმავლობაში 2015 წლიდან დღემდე იყო პოლიტიკა, როდესაც საბაზო ხელფასი არიზდებოდა და იყო 405 ლარი, განსხვავება იყო დანამატებში, ხოლო დანამატი განისაზღვრებოდა მასწავლებლის სტატუსის მიხედვით. უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი. ანუ ის მასწავლებლები, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში შეიძლება ვიდაოთ რამდენად სწორი სისტემა იყო ეს სტატუსების მინიჭების პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ იმ მასწავლებლებმა ვინც შეასრულეს ის მოთხოვნები, რესურსი დახარჯეს, დრო დახარჯეს, პროფესიულად განვითარდნენ თუნდაც იმ სტანდარტით, რასაც სახელმწიფო უწესებდათ მათ, სწორედ ამ მასწავლებელთა წახალისება მოხდა ყველაზე ნაკლები. სინამდვილეში იყო სიტუაცია ესეთი, დაახლოებით ჩვენ გვყავდა 40,000 უფროსი მასწავლებელი სისტემაში, დაახლოებით 8,000-მდე წამყვანი მასწავლებელი და ძალიან მცირე მენტორი მასწავლებელი 374 მენტორი მასწავლებელი. სინამდვილეში ყველაზე მცირე მატება შეეხოთ სწორედ წამყვან და მენტორ მასწავლებელს, ანუ ყველაზე მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებელს, ხოლო სხვა მასწავლებლებს საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე გაეზარდათ უფრო მეტად ხელფასი. ანუ სახელმწიფომ გათვლა როგორც ყოველთვის წინა საარჩევნოდ გააკეთა უფრო მეტ მასწავლებელზე, მათ კმაყოფილების ხარჯზე და ის ხმაური, რაც თქვენ შეხვდათ, აქტიურობენ ის აქტიური კვალიფიციური მასწავლებლები, რომელმაც თან რეალური დემოტივაცია მოხდა. ანუ ყველაზე მასწავლებლები, რომლებიც იყვნენ ყველაზე მეტად მოტივირებული, რომ პროფესიულად განვითარებულიყვნენ, რომლებიც იყვნენ
ინოვაციურები ამ პროცესში, ისინი დაზარალდნენ რეალურად და რეალურად სისტემამ თქვა, რომ არა აქვს მნიშვნელობა განვითარდები პროფესიულად თუ არ განვითარდები, მოვა წინასაარჩევნო პერიოდი და მე თავარ პრიორიტეტად დავისახავ, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მყავდეს კონკრეტულ შემთხვევაში კმაყოფილი. როგორ შეიძლებოდა, ერთი არის რომ რამდენიმე წლის წინ შემოღდა, არც ისე ბევრი წლის წინ შემოღებულ პრინციპში იმ სისტემას, რომელიც ამ კატეგორიების მიხედვით მასწავლებლების დაყოფას უზრუნველყოფდა და ამისთვის საჭირო იყო მათი მხრიდან სხვადასხვა ტესტირებების გავლა, ღია გაკვეთილების ჩატანა, ბევრი კრიტერიუმი მოჰყოლოდა ხო ამას. როგორ შეიძლებოდა რომ ესეც შენარჩუნებულიყო და მათ შორის ის რაც დღეს გვაქვს შემოთავაზებული, ისიც ყოფილიყო, რომ რეალურად რო შევხედოთ, 403 ლარი ნებისმიერი მასწავლებლისათვის, ვინც სკოლაში მუშაობს, ისეც არ არის, ხო? ნორმალური ანაზღაურება. ის რომ საბაზო ხელფასი უნდა გაზრდილიყო, ეს ცალსახად მნიშვნელოვანი ტენდენცია იყო. აქ თითქოს ფორმალურად დარჩენილია ის, რომ ფუნქციური დატვირთვისთვის წამყვანი მასწავლებელი დამატებით 150 ლარს იღებს, ხოლო მენტორი 300 ლარს, თუმცა ეს ძალიან ფორმალური პროცედურაა. სხვაობა შემცირდა ამ სხვაობა შემცირდა, იმიტომ რომ მაგალითად უფროსი მასწავლებლის დანამატი იყო 795 ლარი და წამყვანი მასწავლებლის დანამატი იყო 1175 და მენტორის 1475. დაახლოებით 700 ლარიანი განსხვავება იყო დანამატებში და შესაბამისად ეს განსხვავება შემცირდა ამ მასწავლებლებს შორის. აქ თავარი პრინციპი დღეს გახდა ის, რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება დატვირთვას და საათს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ხელფასი მიება პირდაპირ საათობრივ დატვირთვას. ეს ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას იწვევს. ერთი ის, რომ ზოგადად სკოლა და სკოლის კულტურა არ არის მხოლოდ ჩატარებული საათები. ჩვენ ისედაც გვაქვს ხოლმე პრობლემა, რომ მასწავლებლები აღიქვამენ, მხოლოდ გაკვეთის ჩაატარებენ და გაკვეთილის მიღმა, პროფესიული განვითარება, სასკოლო კურიკულუმის განვითარება, თანამშრომლობა კოლეგებს შორის, მთელი ეს სასკოლო კულტურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოსავლით აკადემიური მიღწევისთვის, ამოვარდნილია ხოლმე, ისედაც პრობლემური იყო და დღეს მით უმეტეს გახდა პრობლემური. მეორე ძალიან მნიშვნელოვანია, ისედაც ჰქონდა ჩვენ პრობლემები საათების ომი მასწავლებლებს შორის და დღეს ეს ომი იქნება გარდაუღლად, იმიტომ რომ თუ მაგალითად ადრე ჰქონდა პრობლემები, როცა არ ყოფნის მასწავლებლები რიგ საქმეებში, და ეს პროფესია არ არის ბევრი წელია მიმზიდველი და ამ ხრივ ზოგან დეფიციტის ეს ტიპის პრობლემა, ანუ ერთია ომი, იმიტომ რომ 15 საათამდე სულ დატვირთვამდე თუ კი ჰქონდათ კმაყოფილების ხარისხის ზევდო, მაგრამ დღეს 15-სა და 25 საათს შორის მკვეთრი განსხვავება არის უკვე ხელფასში და მკვეთრად შეეცდება ყველა მასწავლებელი მაქსიმალურად მეტი საათი მიიღოს. ეს რა შესაძლებლობას ტოვებს? ისედაც ახალი კადრების პროფესიაში შემოსვლის თვალსაზრისით ჩვენ გვქონდა პრობლემა, იმიტომ რომ პროფესიიდან გადინება არ ხდებოდა, იმიტომ რომ ჩვენთან მასწავლებელი იღებს როგორც ხელფასს, ასევე პენსიას და არავის არ აქვს სურვილი საპენსიო ასაკის მიღწევის შემთხვევაში გავიდეს პროფესიიდან. სპეციალური პროგრამაც კი ჰქონდა 2 წლიანი ბონუსის სახით, რათა ახალ კადრებს ჰქონოდა შესაძლებლობა. ეს ფაქტობრივად ამოიწურება, თუ ადრე იყო შესაძლებლობა, რომ ახალი კადრი მიიღო სკოლაზე, თუნდაც 2-3 საათიან დატვირთვაზე ის ემუშავებინა და შემდგომ მას დატვირთვა გასდოდა, დღეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია, არავინ თითეულ საათს აღარ დათმობს, იმიტომ რომ ორიენტირი იქნება მთლიანად ეს, რაც ძალიან მძიმე პროცესებია, იმ თვალსაზრისით, რომ კადრების შესვლა და ახალი თაობის შესვლა და ჩვენი პროფესია პედაგოგების დაბერებას განიცდის, განსაკუთრებით ჩვენ პრობლემა გვაქვს მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერების საგნებში, სადაც ახალი კადრები არ გვყავს და თუ ყავს პროფესიაში უჭირთ შესვლა, ისევე როგორც არის საგნები, სადაც ასევე პროფესიაში შესვლა არის ძალიან რთული, ინგლისურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მაგალითად ახალი კადრები საერთოდ ვერ შედიან. შესაბამისად ეს პრობლემა მნიშვნელოვნად შეცვალა და რაც ძალიან ცუდი არის ამ თვალსაზრისით, დემოტივაცია გაუკეთა ყველა მასწავლებლებს, რათა პროფესიული განვითარება მოეხდა. ჩვენ გვაქვს ისტორია, რომელიც კარგად უნდა ვიცოდეთ, 2014 წლებში ჩვენ ანალოგიურად გქონდა პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც იყო ნებაყოფლობით. ანუ მასწავლებელი აბარებდა გამოცდას, თუმცა შემდგომ სქემაში ჩაერთვებოდა თუ არა ეს მისი კეთილი ნება იყო. 14400 მასწავლებელი და რომელმაც გამოცდა ჩაბარა, მხოლოდ 8000 ჩაერთო პროფესიული განვითარების სქემაში. მას შემდგომ რაც გაჩნდა мотиваცია ფინანსური თვალსაზრისით, იმატა ჩაერთნი მნიშვნელოვანი. ანუ ეს სამოტივაციო ფაქტორის გაქრობა ნიშნავს, რომ პროფესიულ განვითარებაზე აღარავინ არ იზრუნებს, მით უმეტეს ის პრაქტიკა, როდესაც 8 წლის განმავლობაში ადამიანებმა იზრუნეს ბევრი დრო, მათ შორის ფინანსური რესურსის დახარჯვა და ეს აბსოლუტურად არაფრის მომცემი აღმოჩნდა დღეს. იმ ფონზე, რომ განათლების მინისტრისგანაც, პრემიერისგანაც დაანონსებული არის განათლების სისტემის განახლება, სტრატეგიის განახლება, 2 წელიწადში სახელმწიფოების გადახედვა, განახლება ყველა კლასში და მოკლედ დიდ სიახლეებს ველოდებით ამ ხრივ ქართულ ოცნებას საჯაროდ არაერთხელ აქვს ნათქვამი. ეს გადაწყვეტილება და
და ამ ფორმით ახლა ხელფასებთან დაკავშირებით ასეთი შესვლა ამ მიმართულებით რა წინაპირობას ქმნის და ელოდებით თუ არა რომ მათ შორის იმ სტრატეგიაში რაც შეიძლება შემოდგომაზე მოვისმინოთ რაც დაპირებული არის რომ ამ დროისთვის იქნება ამ თემაშიც ცვლილებებს გამოიწვევს. მე ზოგადად არ ველოდები ხოლმე მსგავსი ტიპის მინისტრებისგან და ლიდერშიპისგან სამინისტროსი რაიმე ტიპის განათლების რეფორმას, რომელიც განათლების სისტემას განავითარებს და რატო. ზოგადად არ ხდება ხოლმე ჩვენთან, რომ ადამიანები ინიშნებიან პოსტზე, იმიტომ რომ ისინი ყველაზე კარგად უზრუნველყოფენ იმ პოლიტიკის გატარებას, რომელიც ამა თუ იმ პარტიას აქვს. არამედ ინიშნებიან იმ ნიშნით, რომ მათ შეუძლიათ ესა თუ ის სისტემა გამოიყენონ ძალიან კარგად პარტიული ინტერესებისთვის. შესაბამისად, ახაც გვაქვს ეს ტენდენცია დღევანდელი ჩვენი მინისტრი ფაქტიურად არის პარტიული წარმომადგენელი, რომლის მიზანი არ არის ქართული ოცნების ხედვა განათლების რეფორმის რეალიზება გაუკეთოს. არამედ მისი მიზანი არის განათლების საკითხში ჩართული და იქნებიან ის ადამიანებიც მათ შორის სხვადასხვა მოადგილეებს ვნახავთ ანალოგიური სისტემა არის შექმნილი, აქ არ არის პროფესიონალთა გუნდი, მაგრამ მათი მიზანია პოლიტიკური დივიდენდების გამოყენება, ამ სისტემის გამოყენება პარტიული პოლიტიკის და ეს იყო ყოველთვის ესე, მათ შორის მასწავლებლთა პროფესიული განვითარების სქემა არის ყოველთვის კარგი ინსტრუმენტი ამ თვალსაზრისით და ჩვენ გავაკეთეთ სხვათაშორის ის ანალიზი მაგალითად 2012 წელს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ახლოვდებოდა, გაამარტივეს გამოცდები, რათა ბევრ მასწავლებელს შეძლებოდა გადაელახა როგორც პროფესიული, ასევე საგნობრივი და 2015 წლებში რაც გადალახა გამოცდა მასწავლებლების 50% იყო სწორედ 2012 წელს, იმიტომ რომ იყო გამარტივებული. ეს სქემა საიდან დაიბადა საერთოდ 2016 წელი მოდიოდა საპარლამენტო არჩევნები და 2015 წელს იყო ვადა, როდესაც ვინც არ იქნებოდა გამოსა ჩაბარებული, ანუ სერტიფიცირებული მასწავლებლები, ისინი უნდა ჩანაცვლებულიყვნენ სხვა მასწავლებლები და დაახლოებით 70% მასწავლებლებს არ ქონდათ გამოსა ჩაბარებული. შესაბამისად, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, რომ ნაცვლად იმისა, რომ ხარისხის უზრუნველყოფა იყოს მთავარი და კვალიფიციური მასწავლებლები შემოვიდნენ სისტემაში და არაკვალიფიციურებს დავემშვიდობოთ, ყველა მასწავლებლები გადანაწილდნენ სქემაში სხვადასხვა საფეხურზე, პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი და ნაცვლად იმისა, რომ ისინი პროფესიულად განვითარებული იყოს, მას მოქნილი სისტემა შეუქმნეს, რათა საფეხურიდან საფეხურზე გადასულიყვნენ. რა მოხდა 2020 წელს გადიოდა ვადა, როდესაც პრაქტიკოსი მასწავლებლიდან უფროსი მასწავლებელი უნდა გამხდარიყვნენ მასწავლებლები და ამ ერთ წელიწადში 33000 მასწავლებელმა შეძლო საფეხურიდან საფეხურზე გადასვლა, როცა წინა 3 წლის განმავლობაში ხო გამარტივებული აქტივობების შედეგად მოახდინეს. და ახლა გვაქვს ზუსტად ანალოგიური 2024 წელი, როდესაც ხელფასების მატება კიდევ ერთხელ არის ძალიან კარგი, მაგრამ ის შეიძლება ძალიან კარგად გამოვიყენოთ, რათა უფრო უკეთესი კადრები მოვიზიდოთ სისტემაში და ჩვენი მასწავლებლების საკადრო რესურსი გახდეს მაღალკვალიფიციური. ეს უნდა იყოს ყველა მინისტრის ამოცანა, სამწუხაროდ ამ მატების მიზანი იყო კმაყოფილების ხარისხის გაზრდა იმ მოქმედ მასწავლებლებში, მათ შორის იმ მასწავლებელში, რომელთა კომპეტენციები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ამ მიზანს რა თქმა უნდა მიაღწევს კიდევ ერთხელ ვამბობ 40000 მასწავლებელი მიიღებს უკეთეს პირობებს, ვიდრე მიიღებდა და თუ უკმაყოფილო იქნება ის 7000 მასწავლებელი, სავარაუდოდ ელექტრონულად ეს მაინც აღის და განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილად გაითვალისწინეს ის, რომ ყველას მოემატა ხელფასი, 200 ლარიანი მატება არის, თუმცა იქ რა თქმა უნდა გარკვეული ხარვეზები არის, მათ შორის იანვრიდან უნდა ყოფილიყო 125 იანვრიდან და 6 თვე დაეკარგათ ამ მასწავლებლებს და ფაქტობრივად დიდი მატება 200 ლარიან მასწავლებლებს წლის განმავლობაში არ გამოსდით, თუმცა მატება ყველა მასწავლებელს შეეხოთ ეს წელსახა. კი ბატონო, ფაქტია რომ ორი დღეა ითვლიან მასწავლებლები და მათ შორის ჩვენც რა პრინციპით ხდება ეს მათე. მადლობა სტუმრობისათვის, მადლობა შავა დაბატადეს განათლების კვლევარი, სტუმრობდა საქმის კურსის პირდაპირ ეთერში.